შენი მიმართვა რო იყოს ადამიანებისთვის, ვისაც უჭირთ. რა გააკეთონ და აი რას ეთქო. ყველაზე მარტივი არის რომ გადადგან აბიჯი და დახმარება ითხოვო. ეგ თუ ზართულია. აი ეგ ყველაზე რთულია სინამდვილეში. ყველაზე რთული არ არის ეგ. არა? არ არის რთული. სცადონ და ითხოვონ დახმარება. სხვა მესიჯი გავაჟღერებ რა. თუ კი ადამიანი თვითონ ვერ ხვდება რომ რაღაც პრობლემა არის. გარშემო მაინც არსებობდეს დამხმარე ადამიანები, ვინც შესთავაზებენ ამ დახმარებას რა, იმიტომ რომ მე შეიძლება მთელი ცხოვრება ვიყო ტანჯვაში და ვერ გადავდგე დამეხმარეთ, მაგრამ ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, ვინც მეტყვიან რომ ხო არ გჭირდება დახმარება. არა, ნახე, ხო არ გჭირდება დახმარება. აქ ვარ და აი ეგ იყოს ის იმპულსი, რომელმაც რაღაცა мотиваციის წყარო, რომელმაც თქვას, ვაი, ბიჭო, მაგრად დავიხალე და ხო მჭირდება დახმარება რა. ამიტომ აი ისევ მივდივართ საზოგადოების ცნობიერების გაძლიერებამდე რა, რომ რაც უფრო მეტად ვართ აღჭურვილები სხვების დახმარების იმაში, ხო, უნარებში, მით უფრო შეგვიძლია რომ დავეხმაროთ ადამიანებს და მით უფრო და რაც ამ სტერეოტიპებიც ის იქნება, რომ ანუ მე თუ ვითხოვ დახმარებას თუნდაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, ეს არ ტეხავს რა. ხანდახან ეგ დახმარების თხოვნის სურვილიც გულწრფელი არ არის ხოლმე რა. აი ეგეთი კეისიც ხო. მანიპულაციური ძარს. ხო, მაგრამ რას ვამბობ, მან არის იყოს ხო? აი მაგაზე იყოს ის რომ მე გარეგანი мотиваციით ეხა ვცდილობ რომ დახმარება ვითხოვ. ხო, იმიტომ რომ დავაწყნა რომ ცოლი ძმაკაცი რაღაცა. შედეგაც გაცნობიერების შედეგაც სადღაც ამხელებს უკაპიტულირდები და სადღაც რაღაც შედეგი ექნება. იცი რა არის, ეხლა მე ნამდვილად მჭირდება დახმარება.